ნიუ-იორკში ჩემი პირველი კვირაა და რამდენიმე შთაბეჭდილების გაზიარება გადავწყვიტე. პირველი ის, რომ ძალიან ბევრი ქართველია და სრულიად შოკირებული ვარ ამაზე, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ქართველებს არ ველოდი. პირველი რომ ჩამოვედი მაღაზიაში რომ შევედი დილას 7 საათზე, დილამ 7:03 მითხრა ქართულად კაცმა. მე უბერი გამოვიძახე და მამუკა მოვიდა მძღოლი, რომელმაც წამიყვანა ანზორისთან, რომელმაც გამაგზავნინა რაღაცები საქართველოში და საღამოს Bank of America-ში რომ შევედი, ორი ქართველი გოგო დამხვდა იქ, რომლებმაც კონსულტაცია ქართულად გამიწიეს. მეორე არის ის, რასაც ასევე არ ველოდი, რომ ისე ყინავს ხალხო, რომ უბრალოდ ლამაზად რო ჩაიცვა, ვერ მოახერხებ, უნდა იყო ბოლომდე ჩაფუთნული და ქუდის ტარებას ვერ ვიტან და აქ 2 დღეა ქუდს ვეძებ, რამე ძალიან თბილს, იმდენად ყველაფერი მეყინება. და ერთი ის, რომ ამას ველოდი, მაგრამ ყველაფერი არის უძვირესი. ანუ ფენიქსში, სადაც მე ვცხოვრობ ახლა და სადაც ვსწავლობ, არიზონაში მაგალითად კინოს ბილეთი ღირს $8. აქ რო ჩამოვედი და გადავწყვიტე, რომ რაღაც ფილმები არის ნახვაც მინდა კინოთეატრში, თითო ბილეთი ღირს მინიმუმ $20 და პლუს ტაქსი და გადავწყვიტე, რომ შემდეგ თვეში რომ დავბრუნდები ფენიქსში, იქ გადავწყვიტე, რომ ვნახავ ამ ფილმებს არ მიჩქარება არსად.